აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სხვადასხვა კომპანიის მიმართ განსახორციელებელ და საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს აჭარის მთავრობის ხდომაზე. მათ შორის შპს სავანეზე ხელშეკრულების შეწყვეტის ან სხვა ვალდებულებით გაგრძელების საკითხიც. აღნიშნულ შპს სოფელ ჭარნალში 175,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ერთლარად აქვს გადაცემული. ხელშეკრულებაში ვალდებულებად რეკრეაციული ზონის მოწყობაა ჩადებული, თუმცა პირობების დარღვევის გამო საკითხის გადახედვა მიმდინარეობს. საუბარია ერთლარად გადაცემული მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებაში პირობების შეცვლაზე და აღნიშნული ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, თუმცა საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ქობულეთის ტურისტული ზონის განვითარებაზეც ისაუბრა. დღესვე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებიც. მინისტრებმა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამასა და აჭარის ტელევიზიის 2013 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ 13 თვის და ჯარიმების გარეშე. რაც შეეხება ჭარნალის საკითხს, ეს საკითხი დროებით გადაიდო, გავიართ კონსულტაციებს ასევე ინვესტორ კომპანიასთან, შეჯერების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვიდა მთავრობის ხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ იქნება ცნობილი. განვიხილეთ თვის განმავლობაში დაგროვილი საკითხები, წარმოდგენილი იყო რამდენიმე საინვესტიციო პროექტი. კერძოდ ინვესტორები, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ვადასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, დღეს განვიხილეთ. უმრავლესობა დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნა უმრავლესობას. ერთი საკითხი დავტოვეთ, გადავიტანეთ, ალბათ ცალკე განვიხილავთ კიდევ მომავალ ხდომაზე.